მინდა დავიწყო მოგინა გადამოყვანები თუ ადამიანს ჩართულია პროცესში ისინი მათგან დაიწყნენ დღემდე რომ ოფიციალური ვერკაუპის სისტემა მათგან მოხდება Also მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს რომელიც ასევე უდიდეს ხმებას მომჭებენ განსაკუთრებით კი ჩემს დასმვა გადავუხადო მეგობრებო რომელიც ცხოვრების განმავლობაში მოტივი ხარ ძალიან უყვარხართ თქვენ ხართ ჩემი სიზმარი ასევე მინდა გადავუხადო ფანტასტიკურ ადამიანებს ჩვენს ადვოკატებს მინდა გადავუხადო მადლობა რომლებიც თავდაპირველად იბრძვიან თემის ხარჯის განმავლობაში ჩვენი სიმართლის შესაძლებლად და ვფიქრობ რომ მათ უკვე დაამტკიცეს ჩვენი სიმართლე ეხლა კი მინდა მიმართო სასამართლოს მიუხედავად იმისა რომ თქვენზე არამეტად საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენელი ხართ ყოველთვის ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ვიყავი უდიდესი კრძალვითი პატივისცემით განშორებული თქვენი პროფესიისადმი რომელთან თქვენი ხელში თანამედროვე სტაილს თუმცა ჩემი ახით ჩემი ის საერთოდ ხაუმზელ ვახსენე ძალიან დიდი პატივს ვცემდი თქვენს პროფესიას და სასამართლოს როგორც ინსტიტუციას თუმცა სამწუხაროდ ამ შენობაში და ამ ქვეყანაში ვერ ვხედავ სამართალს სამწუხარო ფაქტია ეს ვინაიდან ჩემთვის ფრიად დასაფასებელი ასპექტია სახელმწიფოებრიობის ეს ჩემი მარტივით თავისუფალი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი როგორც სასამართლო ისე მედია ადამიანის უფლებასთან ერთად წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტს რომლის სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის გამო ვიჟებით ჩვენ და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფებით აგერ უკვე მე-19 იმედი მაქვს თქვენს იზიარებთ რომ სამართლიანობა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებულობა მოსამართლობის ფუნდამენტი არის და მათ არ ქონის შემთხვევაში მოსამართლეს ერთი ნაბიჯი აშორებს ღრმად პატივსაცემი პროფესიიდან ჯანმრთელობამდე სამწუხაროდ გაუმართლებელი განაჩენის მოუდინე არ მაქვს არა იმიტომ რომ დამნაშავე ვარ არამედ მაქვს განცდა რომ სასამართლო მიკერძოებულია თუმცა იმას მაინც არ ვკარგავ მინდა მიმართო ასევე რეჟიმს იმედა მიუხედავად რომ რეჟიმს უნდა ციხის 4 კედლით შევშინებინეთ ვერ გაითვალისწინოს ერთი ფაქტორი რომ მაღალი IQ-ს მქონე კიდევ ვარ ვინაიდან რეჟიმის წარმომადგენლები დაბალი IQ-ს მქონე პირები არიან გამიმარტავ ამ სიტყვასაც IQ ნიშნავს ადაპტიურობის ინტელექტს ასე უნდა შევერთდე ამ დროს განცხადებას იმისგან მიუხედავად რომ პროკურატურა ჩვენს მიმართ ბოროტებას ჩადის სავარაუდოდ მომავალში ჩვენ გადავიკვეთებით როგორც ექიმი და პაციენტი მაგრამ თქვენგან განსხვავებით მე როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი მოგიტევებ თქვენ დანაშაულს და კეთილსინდისიერად გამახორციელებ ჩემს პროფესიულ მოვლენებას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს რომელიც ჩვენს სასამართლოს ესწრება რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ბევრ უწინ
ძვირფას ადამიანად რომ მივიჩნევდი, ბევრი ადამიანზე ძვირფასი ადამიანები გახდნენ და განსაკუთრებით მინდა რომ სიძლიერე და შემართება შეინარჩუნოს ჩემმა ოჯახმა, ჩემმა დამ, ჩემმა მეუღლემ და ყველას მოვიწოდებთ რომ ბოლომდე იბრძოლოთ. გამარჯვება აუცილებლად ჩვენ მხარეს იქნება. მადლობა.